ამ გაკვეთილში ჩვენ გავეცნობით ხელსაწყოს pen, თუმცა სანამ გაკვეთილზე გადავალთ და გაკვეთილს დავიწყებთ, შეგახსენებთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის გამოიწეროთ არხი, მოიწონოთ ვიდეოები და მოგწეროთ თქვენი შეკითხვები კომენტარებში, თუ კი რა თქმა უნდა კითხვები გაგიჩნდებათ ამაზე გაკვეთილთან მიმართებაში. ეს იმიტომ არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ შეგვეძლება უფრო მეტი ვიდეო კურსის შექმნას, მეტი სრულყოფილი ვიდეო კურსის შექმნა თქვენთვის, რათა თქვენ დაეუფლოთ ამა თუ იმ პროფესიას სრულიად უფასოდ და ქართულად. ახლა კი დავუბრუნდეთ ჩვენს გაკვეთილს. ჩვენ მივედით მომენტამდე, როდესაც ვისაუბრებთ ხელსაწყოზე, რომელსაც ძალიან ბევრ ახალბედას ეშინია. მას pen ეწოდება. მაგრამ მე გეტყვით, რომ ის არც საშიში ხელსაწყოა, როგორც წარმოგიდგენიათ. ამ თემაში მე განვიხილავ ამ ხელსაწყოს ზოგიერთ შესაძლებლობას და იმას, თუ როგორ შეიძლება მისი გამოყენება შესანიშნავი გამოსახულებების შესაქმნელად ილუსტრატორში. შესაძლოა თქვენ გამოტოვოთ ეს გაკვეთილი, რადგან თვლით, რომ ვერ იყენებთ ამ ხელსაწყოს, მაგრამ ეს ასე არ არის. ყველა შეუძლია მისი გამოყენება. ზოგადად მე ვთვლი, რომ ყველა უნდა იყენებდეს მას, რადგან მისი მეშვეობით უფრო მეტი კონტროლი გაქვთ შექმნად გამოსახულებაზე, ვიდრე ილუსტრატორის სხვა ხელსაწყოთი. ყველაზე კარგი კი ის არის, რომ რედაქტორის ასეთი დონით გზების შექმნისას არ არის საჭიროება იყოთ ზუსტი. ეკრანზე თქვენ ხედავთ რამდენიმე მაგალითს, აი აქ, რამდენიმე მაგალითია წარმოდგენილი. პირველი მათგანი არის მრუდე. მრუდეს ჩვენ ვუწოდებთ აი ამ გამოსახულებას. მრუდეები ფენის მეშვეობით მარტივი შესაქმნელია, რადგან თქვენ უბრალოდ აწვევით თავის მარცხენა ღილაკზე, გადაადგილებთ თავს, ისე რომ ღილაკს არ უნდა აუშვათითი და ქმნით მათ. ანუ ვიღებთ ესეთ pen ხელსაწყოს, ვაწვევით, გადავაადგილებთ რამ ხელასაც გვინდა, ამის შემდეგ ვუშვებთ, ხედავთ ხო, როგორ იქმნება მრუდე, საკმაოდ საინტერესო რაღაცა, თქვათ, მოდით ავიღოთ ესეთი. ამის შემდეგ ხედავთ, როგორი მრუდე მივიღეთ, აქ ავედით, ისევ თქვათ, მოკლეზე ესე დავაწექით, წამოვედით, დავატრიალეთ როგორც გვინდა, ძალიან ბევრნაირი ფორმის მიღება, აი ესე შესაძლებელი. ხედავთ ხო? აქ ფერის ჩასმა არ გვინდა, რა თქმა უნდა, მხოლოდ კონტური გვინდა. თუ კი მინდა გამოვიდე ხატვის რეჟიმიდან, ეს გეებს ვაწვევი უბრალოდ და ესეთ ცოტა გავასქელოთ, მოდით, 3 PT უთხრათ, ან 5 საერთოდ სისქეში და ხედავთ ესეთი რაღაც მრუდე მივიღეთ. ხო, მე ხარ დავიწყე რაღაც კონკრეტული ფორმის ხატვას, მაგრამ მაინც. მეორე მაგალითი არის ხაზობრივი სეგმენტი, რომელსაც აი აქ თქვენ ხედავთ, ესეთი ხაზობრივი სეგმენტია. მათი შექმნა კიდევ უფრო მარტივია, ვიდრე მრუდეების, რადგან ეს უბრალოდ თავს კურსორის მიტანა და წკაპია. რის შემდეგაც განმეორებით მიტანა მეორე წერტილში და ისევ წკაპია. მრუდეების შემთხვევაში ცოტა მეტი ფანტაზია, მეტი გამოცდილება გჭირდებათ ხელსაწყოსთან მუშაობისას, მაინც, მაგრამ აი უბრალოდ სეგმენტის ხატვის დროს, უბრალოდ იღებთ pens, აკეთებთ წკაპს, გადაგაქვთ მეორე ადგილას, ხედავთ აი იასამნის ფრად არის ხაზი მონიშნული, როდესაც სწორად არის, ლურჯად არის, როდესაც არ არის სწორად და მეორე წკაპის მეშვეობით და ის gap და ღებულობთ ზუსტად სწორ ხაზოვან სეგმენტს. არსებითობაში pen არის წერტილების დაკავშირება, რომლებიც არ არის მოცემული ადგილზე. თქვენ უბრალოდ ამაგრებთ წერტილებზე. ღია გზების დამატებით თქვენ შეგიძლიათ შექმნათ დახურული. ისე როგორც მაგალითად ამ მაგალითში არის წრე. აი ხედავთ, წრე არის შექმნილი, ხო? შეგიძლიათ შექმნათ ფიგურები, რომლებიც შეიცავენ როგორც მრუდეებს, ისე სწორ ხაზებს. ხელსაწყო pen მოსახერხებელია იმით, რომ მისი გამოყენება შეგიძლიათ ძირითადი ფიგურების ხატვის მიზნით, რომელთა ტრანსფორმირება შეგიძლია რაიმე არასაბაზოში. რას გულისხმობ? მე მაქვს გამოსახული ვარდისფერი ფიგურა, მოდით გავავუქმებ, ხედავთ აქ ვარდისფერ ფიგურას, აგერ გვაქვს, რომელიც დავხატეთ pen-ით და რომელიც ლარნაკის ნახევარს გავს. გამოვყოფ მას ხელსაწყოთის selection. ამის შემდეგ შევდივარ მენიუში effect, ჩავამაქვს თავის კურსორი 3
D-ზე, სამი D and materials, no აქედავთ და ვერჩევ მასში ბრძანებას revolve. Revolve. ასეთი ბრძანება არის ილუსტრატორში, კი ბატონო, გამოვიდა ასეთი პანელი და ნუ ხედავთ რაც მივიღეთ. ხო, შედეგად. და ნუ გახსნილ ფანჯარაში ვთავ აუცილებლად ბრძანებას preview, თუ კი ის ჩართული არ არის. ნუ აქ გვაქვს ბრძანებები preview. ახალ ილუსტრატორში არც არის პრინციპში წარმოდგენილი ახალ ილუსტრატორში პირდაპირ მიიჩვენებს previews. რეჟიმს არ გამჭირდება ჩართვა და ნახეთ რა მოსდის ლარნაკს. მე მივიღებ 3 განზომილებიან ობიექტს. მე შემეძლია დავაწვეთ თავის მარცხენა ღილაკს და გადავაადგილო ის, როგორც მინდა. იცის მისი 3D განზომილებიან გამოსახულებას გამომდის. ნუ აი აქ მივიტან და უბრალოდ გადაადგილებით, ნუ ხედავთ, მოტრიალებაც კი შემეძლია უბრალოდ გადავაადგილო, სადაც მინდა და ნუ ჩვეულებრივ 3 განზომილებიან ლარნაკს ვღებულობ უბრალოდ გავიხსენოთ ფენის მიერ ერთადერთი სეგმენტის შექმნით. ძალიან მარტივი რაღაცა. ნუ მოდით დავაბრუნოთ როგორც იყო ჩვენი სეგმენტი. ავიღოთ მაგალითად, ნუ ეს დავხუროთ 3D materials-ი, ავიღოთ თქვათ აი ეს, გადავიდეთ ეფექტებში, 3D materials-ში და ნუ მივცეთ იგივე revolve. და ნუ ხედავთ მივიღეთ რაღაც დისკივით ელემენტი, ხო? და მისი საყრდენი არის აი ეს. აი ესე შეგვიძლია სამგანზომილებიანი ჩვეულებრივი ფენის ტრიხოვანი ობიექტებიდან სამგანზომილებიანი ობიექტების მიღება.